აი საქართველოს ისტორიაში უბრალოდ არ არსებობს დიდგორობა დღე არის 12 აგვისტოა. დიდგორის ნიშნულობა შეუფასებელი არის არა მარტო ქართველი არის, არამედ მთლიანად აღმოსავლეთ საქრისტიანოს არსებობის ისტორიაში და შემიძლია ვთქვა ის, რომ 904 წლის შემდეგ მაშინდელი გამარჯვების ძალას და ფასს ვყავართ მოყვანილი დღემდე და დღესაც აი ამ უმნიშვნელოვანესი დიდი თარიღის მტრები არიან როგორც ქვეყნის შიგნით ვაი ქართველები, ასევე ქვეყნის გარეთ საქართველოს დაუძინებელი მტრები. მე და ბატონ შალვას დაგეგმილი გქონდა დღეს მშვიდად წყნარად უნდა გვესაუბრა დავით აღმაშენებელზე, დიდგორის მნიშვნელობაზე, დავითის ცხოვრებაზე, ის რაც ჩვენ შესაძლებლობების ფარგლებში არის, მაგრამ დღეს დილიდან ის ინფორმაციები, რა ინფორმაციებიც იქნა გავრცელებული ოფიციალურად, საერთოდ განწყობა, ხასიათი, ამ საკითხთან დამოკიდებულება მე პირადად განსაკუთრებულად შემიცვალა ბატონ შალვაზე ძალიან იმეთი იმოქმედა და იმოქმედა ყველა ნორმალურ ქართველზე. რადგან დღეს დილიდან ჩვენმა ეგრეთ წოდებულმა პრეზიდენტმა, რომელმაც თავის Facebook გვერდზე დიდგორობა მიულოცა საქართველოს მოსახლეობას, მოულოდნელად, ყველასგან მოულოდნელად დილა ადრიანად ჩვენს მეზობელ თურქეთში განახორციელა ვიზიტი, დილა ადრიანად ესტუმრა დიდგორობა დღეს საქართველოს და ქართველიერის დაუძინებელი მტრის მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავს, სადაც მიაგო პატივი. ამის შემდეგ შეხვდა თურქეთის მოქმედ პრეზიდენტ, პრემიერ-მინისტრ და შეხვედრის ცერემონიალზე თურქ ჯარისკაცებს საქართველოს მხედართ მთავარი მიესალმა თურქულ ენაზე. მოგესალმებით ბატონებო, როგორც ხდება ეს სამხედროებში ოფიციალური მისალმების ჟესტი, საიდანაც მიიღო შესაბამისი პასუხი და ახლა ამ მომენტისთვის თურქეთის პრემიერ-მინისტრთან ერდოღანთან საუბრობს საქართველოდან გასახლებული თურქების თავის დროზე იოსებ სტალინის მეშვეობით გასახლებული თურქების საქართველოში დაბრუნებაზე. მე არ ვიცი ამას რა დავარქვა, შემთხვევითობა ასეთ შემთხვევაში უბრალოდ არ არსებობს, რადგან ეს არ არის უბრალოდ მეგობარმა მეგობარი რესტორანში საქეიფოდ დაპატიჟოს, ეს არის ორ სახელმწიფო ლიდერს შორის შეხვედრა, რომელიც იგეგმება ბევრად ადრე, ირჩევა სპეციალური თარიღი, ხდება ამ თარიღთან შეთანხმება, ხდება პროტოკოლით გაწერა ყველა მოქმედების და შემდეგ დროსა და სივრცეში სრულდება ამ ყველაფერს ათანხმებენ საელჩოები, საგარეო საქმეთა სამინისტროები, პრეზიდენტის ადმინისტრაციები და როდესაც ეს ყველა დეტალი იქნება შეთანხმებული, მაშინ უკვე ხდება ვიზიტის განხორციელება. მე მინდა უთხრა ყველა ნორმალურს, რომ მიაქციოს განსაკუთრებით ყურადღება, რომ 365 დღის მანძილზე, რაც არის წელიწადში, თურქული მხრიდან შერჩეული იქნა, რადგან თურქული მხრის მოწვევით შედგა ეს ვიზიტი, უშუალოდ 12 აგვისტო. დიდგორის ბრძოლის დღე გაიწერა შესაბამისი პროტოკოლი და შემდეგ იქნა ქართულ მხარესთან შეთანხმებული. ამინდა ასევე ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მიხეილ ყაველაშვილის პირველი ვიზიტი მისი პრეზიდენტობის პერიოდში, როგორც აცხადებს, მე დიდად არ მიმიქცევია ყურადღება, აღმოჩნდა თურქეთის რესპუბლიკაში, დიდგორობა დღეს